რატომღაც არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ მერიდებოდა ამაზე საუბარი. ახლა კი იმდენად ამოხეთქა ჩემში, რომ უკვე გარეთაც ვერ ვჩერდები და ამის გამო ძალიან ბევრთან კამათი მომივიდა. კამათი მომივიდა იმის გამო, რომ რავი, ხალხი ბრბოა დავაკვირდი. ბანალურად ვიტყვი, საქართველოზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება აქვთ. და ეს დიდი ხანი მაწვალებდა. და პოლოს და პოლოს მინდა ამაზე ვისაუბრო. აი, რა არ გასვენებთ. გასაგებია, რომ პოლიტიკა არ გვივარგა, მაგრამ თქვენ ხომ არ იცით რა ხდება უცხო ქვეყანებში. თქვენ არ იცით იქ რა ვითარება. მით უმეტეს ევროპაზე და ამერიკაზე საუბრობთ, სადაც ქუჩებში 1000 მაწანწალობა ხდება. დამიჯერეთ. საქართველოს არაფერი არ ჯობია. რა არ გასვენებთ. გაქვთ ზღვა, რომელიც არც ისე შორს არის, სადაც არ უნდა იყო. გაქვთ მთები, რომლებიც ისევ და ისევ შორს არ არის, სადაც არ უნდა ცხოვრობდე. ტემპერატურა, ჰავა ძალიან მშვენიერი. უბრალოდ ცოტა გონება უნდა ჩავთოთ და დამიჯერეთ, აქაც იშოვება. ფული თუ ეგ მთავარი პრობლემაა თქვენში, აქედან გაქცევას რომ ვცდილობთ. ყველაფერი დალაგდება, უბრალოდ ხალხმა უნდა მოვისურვოთ. იმდენად მაწვალებს ეს საკითხი, რომ ღამის 3 საათია და უბრალოდ მომინდა ეს დიქტოფონი ჩამეწერა. უბრალოდ ჩავრთე და იწერ, რასაც ვფიქრობ. ძალიან მაწვალებს ეს მომენტი. ყველაფერი გაქვთ ხალხო საქართველოში, ყველაფერი. უბრალოდ დადგება ჩვენთვისაც კარგი დღეები გათენდება. აღარ გვიყოლება ეს ნაგავი ხალხი პოლიტიკაში. ისე თუ ასე დამიჯერეთ საქართველოში, რაც არ უნდა ხდებოდეს, ბევრ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დიდი მშვიდობა არის და მადლობა უნდა ვთქვა ჯერ კიდევ, რომ საღამოთი საერთობაში გვიძლია. ეს ბევრ ქვეყანაში არ არის. მე შევამჩნიე ეს. ბევრ ქვეყანაში ვიყოფილ ვარ. რომ არ მოგატყუოთ დაახლოებით 10-15-ში. ეს ახლა ისე ვთქვი, რომ გავიხსენო ზუსტად გეტყვით, მაგრამ არ მჭირდება. მე უბრალოდ ახლა ვსაუბრობ ექსპრონტად. ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ყველას. ძალიან. ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ ყველაფერი გაქვთ აბსოლუტურად აქ. მშვენიერი ჰავა. რატომღაც ბოლო მომენტში აღმოსავლეთ საქართველოში აღარ თოვს, ეს არ ვიცი რის ბრალია, გასარკვევია. შეიძლება ბევრი უაზრო რამე ვთქვა, მაგრამ აი, გულიდან მოდის და ძალიან მტკივა, რომ ჩვენი საყვარელი საქართველო ასე დავივიწყეთ ნენელა. თითქოს გადაგვარდა ერი საერთოდ საკუთარი ქვეყანა დავაპინწურეთ ყველანაირად. ხალხო, ეს ყველაფერი ჩვენ უქენით. უაბრალებთ პოლიტიკოსებს და რაღაც პარტიის წევრებს. ეს ჩვენი ბრალი. როგორც კოსტა ამბობდა, აი, როცა გადაგვარევის პირას ავართ, აი, მხოლოდ მაშინ ვიცავთ ერთმანეთს. მხოლოდ როცა მშვიდობაა და არაფერი არ გვემუქრება, საერთოდ გვავიწყდება ერთმანეთი. მეზობლებმა ერთმანეთის სახელიც აღარ იციან უკვე. თითქოს ჩემს ბავშვობაში ვინ მეზობლებიც იყვნენ, არც ერთი აღარ დარჩა ხალხო. არც ერთი ჩემი ძმაკაცი, არც ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი. არც ერთი ის ქალი, ვინც ბავშვობაში ზემოდან ყვირო და გარაჟებზე ნუდარ ვიხართ. მანქანასთან ახლოს ნუდად იხართ. თითქოს
ეზოსკ ცოცხალი კამერა იყო და აკონტროლებდა. არაფერი აღარ დარჩა. აღარც ჩვენს ბავშვებს უყვირიან ზემოდან. თითქოს არავის არაფერი აღარ აინტერესებს. თითქოს ახლა უაზრო რამეს ვამბობ, მაგრამ ის ყვირილით, ის კონტროლიც რაც ადრე იყო, ის წესიერება, ყველაფერი მომენატრა. ძალიან ბევრი სიმღერა არის ჩაწერილი საქართველოზე. თუ როგორ უყვართ მათ ეს ქვეყანა, მაგრამ თან ვხედავ მაგ სიმღერების ქვეშ ძალიან ბევრ კომენტარს, კარგს, რომ როგორ უყვართ საკუთარი სამშობლო. მაგრამ ვიცი, უმეტესი ან ამერიკიდან წერს, ან თურქეთიდან, ან ევროპის რომელიღაცა ქვეყნიდან. უბრალოდ ეს არის სირცხვილი, მეტი არაფერი. ვინც აქ გაიზარდა, თითქმის არავის არ უყვარს საქართველო. თითქმის არავის. მეც ვაღიარებ არვარანგელოზი. მეც იმიტომ წავედი ერთ დრო აქედან, რომ ხელი ჩავიქნი აქ ევროპაზე, მაგრამ სადაც არ წავედი, მუდამ მენატრებოდა ჩემი მიწაწყალი. ამაზე გემრიელი მიწა, ამაზე გემრიელი წყალი და მეჯერით ხალხო არსად არ არის. ელემენტარული ბოსტნეული ამერიკაში და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყნებში პლასმასის გემოა ხალხო. ჩათვალეთ მეტალოპლასმასის ფანჯრები გიჭამიათ პომიდურის მაგივრად. აი სასოწარკვეთილი ვარ პროსტა რა. რა დონეზე გეზიზღებათ საქართველო, რა დონეზე. მეც არ მეყვარდა ვაღიარებ, მაგრამ მინდა რომ ჩემნაირად მწარედ არ მოხვიდეთ გონზე. მინდა რომ ჩემი სიტყვებით მიყავხედროთ და ხელი არ დაიწვათ რომელიღაც ქვეყანაში და მინდა რომ თქვენით მიხვდეთ რაშია საქმე, რომ დამიჯერეთ ხალხო, 60-ში ცხოვრობთ. ამდენი ხეხილი. ჯუნგლებზე არ მაქვს საუბარი. აი ჩვეულებრივ ქვეყნებზე, სადაც ჩვეულებრივი ჰავაა. ამდენი ხეხილი, ამდენი, რავი, ბოსტნეული, გემრიელი, აი ამას ხაუსმევ ხას. არსად არ არის, არც ერთ ქვეყანაში არ არის, არც ერთ ქვეყანაში გავიმეორებ, ასეთი გემრიელი ხეხილი. არც ერთ. ბოსტნეული კარტოფილი და ასეთ გემოებს არსად არ იგრძნობთ. არსად არ კეთდება ესეთი გემრიელი საჭმელი. შეიძლება ქართველი რახანც ვარ მივეჩვია ქაურ გემოებს და იმიტომ ვიწუნებ, მაგრამ აი შეადარეთ, სად ქართული სულგუნი და ხარხნული ყველი და სადრო სალაჩი ფეტას ყველს ჩაიჭრი. ან რა არის პარმეზანი? აი მითხარით რა არის? პლასმასია, სანთელია. ღმერთმა იცის რისგან არის გაკეთებული. ვიცი ექსპერტები გამოხვალთ და იტყვით, რომ ერთ ამბავს მომიყვებით, როგორ კეთდება ფეტა, როგორ კეთდება პარმეზანი, მაგრამ აი რა ჯობია ჩვენს ჭადის ყველს და სულგუნს ან იმერულს, აი რა ჯობია. მაგრამ რატოღაც აქაც მომრავლდა მხნელისგან გაკეთებული. მხნელისგან გაკეთებული ყველი, რომელიც ძალიან ნერვს მიშლის და ელემენტარული ხაჭაპურში არდნება. მოკლედ ბოდიშით ხალხო, რომ გული გაგიხსენით და უბრალოდ ყელში ამომივიდა და ბოდიში გიხდით თუ რაღაც ზედმეტი ვთქვი. უბრალოდ დააფასეთ თქვენი მიწაწყალი და დამიჯერეთ, როგორც არ უნდა შეღერდეს საქართველოზე გემრიელ მიწას. ვერსად ვერ ნახავთ. და გემშვიდობებით და ვინც საღამოთიან ღამე უსმენთ, შვიძილს გესურვებთ, ხოლო ვინც დილით უსმენთ, ბედნიერი ლამაზი დღე და იფიქრეთ ამ სიტყვებზე, რაც ახლა ვთქვი.
ძალიან ბანალურად ჟღერს თითოეული ჩემი სიტყვა, მაგრამ თან გასააზრებლად ძალიან რთულია. და გემშვიდობები და კოცნით გულში. აბაჰე.